მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს 6 საათზე სტუდიაში მაკაცინცაძე იწყებს მუშაობას. ტელეკომპანია თრიალეთის გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი 400 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით გათავისუფლდა. ის გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და გასაჩივრებას გეგმავს. მისი განცხადებით საპატრულო პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ნანეტაშვილი მის დაკავებას ტელეკომპანიის საქმიანობას უკავშირებს. მისი განმარტებით თრიალეთში ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ხშირად ისმის, ბოლო პერიოდში კი პირდაპირ ეთერი ნინო ბურჯანაძესა და ირაკლი ალასანიას დაუთმეს. გარდა ამისა ახდენენ მაესტროს ტრანსლირებას, რაც ხელისუფლებას არ მოსწონს. ამასთან ნანეტაშვილი გამორიცხავს, რომ მისი დაკავება ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში გააქტიურებას უკავშირდებოდეს. მისი განმარტებით მიხეილ ქარელმა და ოქრუაშვილმა თავის დროზე სერიოზული პრობლემები შეუქმნეს და მათთან არავითარი კავშირი არ აქვს. ჯონი ნანეტაშვილი დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლი დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მოვიდა პატრულის ინსპექტორი და ამიხსნა, რომ ჯარიმას მიწერდა ტელეფონის სარგებლობასთან დაკავშირებით. მე ვუთხარი, რომ მანქანა გაჩერებული მყავდა და ისევ ლაპარაკობდი და მაშინ უკვე ყვირილით მომმართა და მანქანაში დაჯექით, რომ დაგაპატიმრებ. მე მეწყვილე ჩაერია, გამომიყვანა მანქანაში ჩამსვად. მე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ვუთხარი, რომ არ იყვნენ მართლები და ამ დროს გაბრაზებულები მოვარდნენ და მოვარდა ეს მეორე მეწყვილე. მანქანიდან გადმომათრიეს, ცალხეზე ბორკილი დამადეს, მეორე ხელზე ზედ რომ მაწვნენ ქვეში და მქონდა დაყოლილი ხელი ვერ ვიღებდი და ამ დროს კიდევ დანარჩენებიც მოვიდნენ სხვა პატრულის მანქანა. 4 კაცი დამადგაზე წიხლებს მირტყავდნენ. იყო გამიზნული, დაგეგმილი ოპერაცია მაგათი მხრიდან, იმიტომ რომ ცდილობდნენ როგორმე დაეშინებინათ ტელეკომპანია თრიალეთის დირექტორი. მე უკავშირებ მაესტროს გადაცემების გაშვებასა და ოპოზიციური პარტიების გამოსვლას ჩვენს ეთერში. მოწოდება რუსეთის მიმართ დაასრულოს საქართველოს ოკუპაცია მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასება საუბარი კონსტიტუციის პროექტის განხილვაზე ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით ამერიკის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ ხაზგასმა ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ჰილარი კლინტონმა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრისას ვაშინგტონში ისაუბრა. ის როგორ ისმის სახელმწიფო მდივნის გზავნილები და ვინ რა ტექსტს კითხულობს ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებაში ნახეთ მაესტროს ახალ ამბებში 9 საათზე. ჰილარი კლინტონმა ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ამასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის პირადად და ჩვენი პოლიტიკური გუნდისათვის. მან თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ წარმატებით დასრულდება ის განხილვა საკონსტიტუციო პროექტზე, რომელიც არის დაწყებული საქართველოში. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყოველთვის დემოკრატიულ სახელმწიფოს. აი დემოკრატიის თვალსაჩინოებით კი გვაქვს ჩასაბარებელი ძალიან სერიოზული ტესტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. და თუ ეს ტესტი უნდა ჩააბაროს უპირველეს ყოვლისა ამ ხელისუფლების პირველმა პირმა და მთელმა მისმა ხელისუფლებამ. გასაგებია ჩვენთვის ქალბატონ ჰილარი კლინტონის განცხადება, რადგანაც ეს ბოლო არჩევნები ჩაატარა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ და რა თქმა უნდა თავის მიერ ჩატარებულ არჩევნებზე ის განაცხადებდა, ბუნებრივია რომ ეს ჩატარდა დემოკრატიულად. საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კიდევ ერთხელ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, გუშინ ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში ჰილარი კლინტონმა საქართველოს მისამართით მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. მანჯგალაძის თქმით, მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. Good morning, everybody, and welcome. For the second annual omnibus meeting under the relations between the US and Russia. შეერთებული შტატების მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს იმ სტრატეგიას, რომელიც საქართველოს მთავრობამ მოაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. შეერთებული შტატების მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა და ჩართულობის სრული მისი განხორციელების პროცესში. ხაზგასმით ითქვა, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო შენაერთები და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი
ყველა ვალდებულება. უფრო დაზუსტებით თუ ვიტყვით, სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, შეერთებული შტატები ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა დეოკუპაციის პროცესში. ხაზი გაესვა სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. მხარდაჭერა გამოითქვა იმ დემოკრატიული რეფორმების მიმართ, რომლებიც საქართველოში უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში გატარდა. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც სახელმწიფო მდივნის სიტყვებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრატიისაკენ. ხაზი გაესვა მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობას. შეერთებული შტატების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას კონსტიტუციური რეფორმის პაკეტზე და ამ პროცესში შეერთებული შტატების მთავრობაც ჩაერთვება. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, მათ შორის ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შემაჯამებელი სხდომის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისას ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მთავარ პრინციპებს ეყრდნობა. ქარტიის შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს პირისპირ შეხვდა. ჰილარი კლინტონმა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია გამოხატა და აღნიშნა, რომ ქარტიაზე მომუშავე ჯგუფი საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას აცნობიერებს. მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ოკუპაცია, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები და შეასრულოს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების სხვა პუნქტები. საქართველოს რჩება ჩვენს პარტნიორად, განსაკუთრებით ჟენევის პროცესში. ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს მცდელობებს ამ პროცესების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ვცდილობთ გავათავისუფლოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც ნაწილი ჩვენი ვალდებულებებისა. დამოუკიდებელი ინსტიტუტების სამართლიანი არჩევნები არის სწორედ გრძელვადიანი სტრატეგიულობის მთავარი ნიშანი საქართველოში. საქართველოს დემოკრატიამ ბევრი გამოცდა გაიარა. ამ მხრივ წინსვლა არის, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. არჩევნები, რომელიც 2012 და 2013 წელს საქართველოში ჩატარდება, უნდა იყოს სწორედ იმის ნიშანი, რომ საქართველო არა მხოლოდ ასრულებს, არამედ აჭარბებს კიდეც იმ მოთხოვნებს, რომლებსაც დასავლური საზოგადოება მას უყენებს და რომ საქართველო ნამდვილად ღირსია იმ როლისა, რომელსაც რეგიონში ასრულებს. საქართველოს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა. ნიკა გილაურის თქმით, მოსკოვი საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ტერიტორიაზე არ შეუშვებს, ოფიციალური თბილისი პოზიციას არ შეიცვლის. გილაურმა ამ შემთხვევაში ქართული მხარის მოთხოვნად რუსეთის მიერ ორგანიზაციის წესების დაკმაყოფილება დაასახელა. რუსეთი ორგანიზაციაში გაწევრიანებას რამდენიმე წელია ცდილობს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აღარ ჰქონდა. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსე კუდრინმა კი გაწევრიანების შესაძლო თარიღად 2011 წელი დაასახელა. ჯანდაცვის კომიტეტი ნარკოპრობლემებთან დაკავშირებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად საკონსულტაციო სამეცნიერო საბჭოს ქმნის. საბჭოს მიზანი ქართულ ბაზარზე ახალი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სუბსტანციების გამოვლენა იქნება. ახლად შექმნილ საბჭოს მეცნიერებათა დოქტორი გელა ლეჟავა უხელმძღვანელებს. საბჭოს შემადგენლობაში კი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და მედიკოსები გაერთიანდებიან. არა, მე ვერ დავასახელებ, თუმცა რაღაც სიგნალები არის იმისა, რომ ინტერნეტით ხდება გარკვეული ესეთი ან პრეკურსორების, ან თვითონ ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი სხვადასხვა პროდუქტების გაგზავნა, გამოგზავნა, გამოწერა, ყიდვა, ზოგი რაღაც ჩაის სახით, ზოგი რაღაც საკვები დანამატის სახით და ასე შემდეგ. და ამის მტკიცებულებები ექსპერტებს აქვთ და სწორედ მან დასვეს ეს საკითხი. არსებობს სია რასაკვირველია, ეს სია დადგენილი არის ევროპის საბჭოს მიერ. ევროსაბჭო იყოს გადაწყვეტილებას უკვე 5 წელიწადია. ამ 5 წლის განმავლობაში 50-მდე ასეთი ნივთიერება იქნა გამოვლენილი. ევროსაბჭოს მიერ დადგენილი იქნა, რომ კონტროლზეა საყვანი და შემდეგ ყველა ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნები იყვნენ იმ კონტროლზე, რა კონტროლის ზომების მათთან არის მიღებული. აი დღეს ჯანდაცვის კომიტეტი აყალიბებს სპეციალურ კომისიას, რომელიც ამ სამუშაოს ჩაატარებს საქართველოში.
სავაჭრო ცენტრების კიდობანის და პასაჟის ინდმეწარმეების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. მოსამართლეს გადაწყვეტილებით 10 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 8 მეწარმეს კი გირაოს სახით 5-დან 10,000 ლარამდე ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ბრალდებულთა ნაწილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, ნაწილი კი საპროცესო გარიგებას დათანხმდა. ინდმეწარმეები ადასტურებენ, რომ კომპანია ტრანსის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს, თუმცა აცხადებენ, რომ დოკუმენტების შინაარსს არ გაცნობიან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით კი მეწარმეებს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შპს ტრანსის საშუალებით შემოჰქონდათ. ფირმას კონტრაბანდული სქემის განსახორციელებლად თბილისსა და სტამბულში საბაჟო ტვირთის გადასაზიდი ოფისები ჰქონდა. მათმა საქმიანობამ კი სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა. პროკურატურის მიერ მოთხოვნილი იყო აქვეთღონიზება დაპატიმრების შერჩევა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა სრულად, თუმცა ჩვენ ნამდვილად ვერ დავეთანხმებოდი და არც ვეთანხმებით ამ პოზიციას, ვინაიდან მათ არ ჩაუდენიათ ერთი რომ დანაშაული და მეორე რომც ჩაედინათ ამ აქვეთღონიზების შერჩევის აუცილებლად არ იყო. შესაბამისად ჩვენ მოითხოვეთ აქვეთღონიზების გარეშე მათი დატოვება და ალტერნატივის სახით რა თქმა უნდა გირაოდ შევთავაზეთ რაღაც მცირე ოდენობით, მაგრამ ეს არ იქნა გაზიარებული. ზოგიერთ შეუფარდეს პატიმრობა, ზოგიერთს გირაო. რიგ პირებს 5,000 ლარის ოდენობით, ზოგიერთს 4,500, ზოგიერთს 10,000 ლარის ოდენობით. განესაზღვრათ ვადა, მაგრამ ეს არის გირაო. იმ შემთხვევაში თუ ამ გირაოს გადახდა მოხდება, ეს პიროვნებები გათავისუფლდებიან სასჯელ ახსნილების დაწესებულებებიდან.